20 წლის განმავლობაში შეიცვალა 3 ხელისუფლება. მესამე იცვლება ერთ. პირველი იყო და ომში ჩაითრია ქვეყანა, მეორე რაღაცას მოაბა თავი და საბოლოოდ კორუფციით დაღუპა და დაალპო ყველაფერი, მესამე ერთ და საერთოდ დაანგრია. გაუმარჯვა და გაამარჯვა. ესეც არ ვარგა, ვინ გინდა ბოლოს და ბოლოს. რახახაც ვერავინ ქურდობა იყო შეკაითალო და გარეთ ინგაული ფეხზე მქონდა მონღოლი და ლამეს წამიყვანეს. ეხლა რო ქურდობა არა. მაგირა, შენაირებს არ გასაგებია. პროვოკატიზმი მოწყობა და შენაირებს არ პრეტენზია ვის აქ ჩემშულზე რომ ლაპარაკობ ყობა კასანდრა თუ რა ქვია ნაზო ყობა კიდე ვის აქ პრეტენზია მე ჩემი შვილის პრობლემაზე რომ ლაპარაკობ მაშინ დამანებე და ჩემშულს 2%-ია წერი ხარ ეს არ წერია ეს წერია სოფელი ვინახსენა ბიჭო ტელემტრემლენაში ხარ მოსული სოფელი ვინახსენა რო არ ამერა გამოიჭირება ტელევიზორში ტელევიზორში ბიჭო სად ხარ ახლა რობა შეუნება ქუჩაში კატანაში ხარ ახლა ბოლო მიწელობა ისაკ ქულადა და გააკეთე დაში ხარ თუ რაღაც არავინ არ ნაბარაკო ბიჭო შენ სოფელზე ვარ როდემდე გინდა დამიხსენით რა თქვენ სოფელში ცხოვრობთ პური გაქვთ წყალი გაქვთ ჩამოდით თბილისში რა ხდება დემაგოგიას გასაგებია ჩადი შენობაში და იქ ლაპარაკებ აღარ გაიგე შენობაში ჩადი თბილისში ჩადი შენობაში არაფერი პრობლემა არ აქვს აფხაზ თავი დაანები გაიგე აფხაზ თავი დაანები ვისაც შენადებინებ ახლა გაიგე კაცული დაწყნარდი ახლა კივეცივილი არ ჭირდება ზოგზოგია თარგი შენცივი ხარ არავის არ უწივლია არავის არ უწივლია თბილისში გარეთ ვერ გამოხდოდი შიში დახომე მე აქ გავიზარდე აი აქ აი ამ სახში გავიზარდე სხვაგან კი არა და თორმე უფლება არ მქონია ჩემი შვილი აქ არის ჩაწერილი პატარა ვაიმე კამერაზე ყურება შეუძლია მე გადაუხვიე და როგორ ვინე რას ვამბობ რა გადაუხვიეს და აყურებინოს იმ კაცთან რა გიდა მოდი კაცო ნახე რა ლაპარაკობ მოდი გელაპარაკებ მე რა გიდა იმასთან რა გიდა ვისი დეპუტატი მე კანდიდატი მე თბილისელი მომიყვანე კაცო არა კანდიდატი მე ვარ აგერ არა თქვენ ვძანდებოდეთ კანდიდატი არა მოდი მე და შენ არ ყვირივარ უბრალოდ არ ყვირივარ არ ყვირივარ ჩემთან მისმინე არ ყვირივარ რა მაყვირივარ უბრალოდ ინტერვიუს მოიღებ აიღებ ხემლანელიდან ნებისმიერი ადამიანი ორი კვირის უკან ჩამოვიდა ეს ადამიანი ეს არის მისი ბაბუა რომელიც ითელთა თუ არ საუბრობთ რომელიც იყო და აიგე სოფელში მუშაობ ვიცაზე აიგე მივდივარ ეხლა საწყავიდან ამოვედი რომ შეგხვედროდი მაგრამ თქვენ არ გინდათ თქვენთან ლაპარაკი ისი კოორდინატორი ვინ გიქნა რომელ მაგით მე თუ გინდა ვიყო მე რა
არაფერი რა, არაფერს არ მალავ, რას მალავ? რა თქმა უნდა, თუ გინდა მოგწევს. შეკითხვები გაქვთ რამე მე შემეკითხე. რა გინდა? მაინტერესებს როგორც რა გაინტერესებს? რა პრობლემა? ადგილობრივები როგორ ცხოვრო? დიახ. აგე რა ხალხი და შეეკითხეთ როგორ ცხოვრობენ, მე რას მეკითხები? ნუ გვიტანებთ აგიტაციას, არ აგჭირდება თქვენი აგიტაციის ჩატარება. всё, გაწოვეთ აქ აურობა და გადიდეთ. თქვენი გულით მეზობლობა ჩავხოცავთ ერთმან. ჩავხოცავ მე აიმად. ამიყვანე შენ და მამუშავე. არა და ამიყვანე. კაცი გინდა კაცის მაშინ და დაგასაკუთრეთ. კაცი თუ არა ყავს ან სადარგებულობი. სიტყვოვე ბიჭო, გამგეობაში აშუაში. გამოდი წამიყვანე. მოადგილე და გომხები. წამიყვანე მე შენა. მე ვიც მამუშავეს იმას დაუდგები გვერდში. პრემიერ-მინისტრად დაგიყვანე. ვინც იქნება? არ მინდა არ პრემიერ-მინისტრობა არაფერი არაულად დამაყენო. ისადა აი ეგერი. სამუშაო არავის არაა. მთელი ახალგაზრდობა სოფელში ვართ აქ. ახლა მე დაგისვათ ერთ შეკითხვას. ამ ხელისუფლებამ რომელმაც აიძულა ახალგაზრდები და ძველგაზრდები უმუშევრები ყოფილიყვნენ და უპერსპექტივონი. კიდე უნდა მივცეთ ხმა? იმას ვიღამიც. აი და ეს ორი ადამიანები რომელმაც მაგას თქვენც მიხვდებით რომ მაგნაირ ადამიანს არ აქვს იმას მნიშვნელობა ვინ იქნება. თავარი არის აი ამ ხალხს, სოფლის ხალხს, რაიონის ხალხს, ქალაქის ხალხს მიხედოს და გვერდში დაუდგეს და ამოდენ ახალგაზრდები უმუშევრები არ იქნებ. ხალხმა ჯარი დაამთავრა, ჩამოვიდა და სამსახურები არავის არ აქვს. რატო? ვის რა აკლია, აბა შემოვხედე. გვაკლია რამე ანტანი, ანხელი, ანფიხი, ან რამე ანჯანი გვაკლია, რამე შენაირი ქართველები. არაფერი არ გვაკლია და სამსახურები ერთი ის გვაკლია რომ სამსახურები არ აქვს. დაამთავრე ჯარი. ვინ დაგასაკვირა? ხო დაამთავრე სამსახური და უნდა ქნა. ჯარი ხომოჩ. მოიხადე ჯარი. კიდე შენ არა ხარ. ასე მოდის ქვეყანაი ხალხისკენ აღარავინ აღარ იხედება ბოლოში. ყველა უნდა რომ დადგეს იქა და მერე ხალხი აღარავის აღარ ახსოვს. რა პრობლემები გაწუხებთ კონკრეტულად სოფელში რა პრობლემები არის? სოფელში პრობლემებია რომ ტრაქტორი არ გვინდა წყალის საცავები გვინდა რომ გავაკეთო სახლები დანგრევის პირას არის მისული და ვეღარაფერს შველი ქვეყანა პრობლემა არის სოფელში ქვეყანა პრობლემა არის განწყობა არის მე ფიქრობ კი არა დარწმუნებულიც ვარ ამაში რომ ოპოზიციური არის განწყობა ოპოზიციურად არიან განწყობილი ის ადამიანებიც კი რომლებიც ამ წუთში თითქოს გამოდიან ხელისუფლების ხარდასაჭერად ეხლა გამოიკვეთა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დღევანდელი ჩვენი საარჩევნო გარემოსთვის ერთი გახლავთ ის რომ ხელისუფლება ცდილობს გაგვიმართოს ოპონირება აი ესეთი თავისი ასე ვთქვათ იმ ადამიანებით, რომლებსაც რაღაც გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს რაიონში პოლიტიკური ნიშნით, რომელსაც მე გვისისიანებს ჩვენ. აკეზებს ჩვენზე. მე ვერ ვნახე ადამიანი აქ, რომელიც აკეთებდა ჩვენს ოპონირებას რაიმე არგუმენტით მოსულიყო. ადარებენ შევარდნაძის დროს სააკაშვილის პერიოდში რაღაც გარკვეულ ვითომდა წარმატებებს და ამით გვესაუბრებიან. არგუმენტი საიმისოდ რომ ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ არ გააჩნიათ. მე დარწმუნებული ვარ, ამ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ქართულ ოცნებას, რასაც თვითონაც ადასტურებენ. რაც შეეხება ახალგაზრდებს, აი გვეკითხებიან, რა პერსპექტივა გვექნება. ამ რეალობაში მათ პერსპექტივა არ აქვს. პერსპექტივა გაჩნდება მას შემდეგ ახალგაზრდებისთვის, რაც შეიცვლება ეს რეჟიმი, როცა შეიცვლება ეს სისტემა. მე მაინც ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა, ეს იყო დადებითი იმ თვალსაზრისით, რომ გამოიკვეთა ჩვენთვის საინტერესო სურათი. რომელიც გვიჩვენებს რომ აქაც როგორც სხვაგან, ყველგან სხვა რეგიონში, სხვა შორის აქ გაცილებით მეტი მხარდამჭერი აღმოაჩნდა მართალია უარგუმენტო, მოყვირალი, მოჩხუბარი, მაგინებელიც კი ქალბატონი, მიუხედავად ამისა, აქაც კი არის სიტუაცია ჩვენთვის ასარგებლო. მე ესე შევაჯამებდი ამ ყველაფერს.